მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, ჩაიარა 4 ოქტომბერი გადავაგორეთ. ძალიან ბევრი შიში თელოდა ამ დღეს. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი უახლოესი ისტორიის მოგონებებიდან ძალიან მწარედ ყივნეულად გვახსოვს ძმათამკვლელი ომი დაპირისპირება სამოქალაქო ომი. ჩვენისთანა პატარა ქვეყნისთვის განსაკუთრებით წავედა მწარია ამ დაგვარი გამოცდილება. მინდა პრინციპში მოგილოცოთ კიდევაც, რომ შედარებით შვიდად ჩაიარა გუშინდელმა დღემ. ეს ნამდვილად მოსალოცია, თუმცა გარკვეული ექსცესებს მაინც ჰქონდა ადგილი, რაღაც შვიდად, როდესაც ორივე მხარეს არიან დაშავებულები, პოლიციის წარმომადგენლები არიან დაშავებული, აქციის მონაწილეები არიან დაშავებულები, მაინც ამ შეხლა-შემოხლას ვერ ავწდით, იყო ეს დაპირისპირება. არიან დაკავებულები, რა თქმა უნდა, არავისი დაკავება და კანონის ჩარჩოებში მოქცევა არ გვიხარია, მაგრამ განსაკუთრებით არ შემიძლია არ გამოუყო ბატონი პაატა ბურჭულაძის დაკავება მეწყინა ძალიან. გვახსოვს ის დრო, როდესაც ყველას ჩვენ ერთად მთელ ქართველობას გვიამაყებოდა, ყველა ქართველს უყვარდა. იქიდან გამომდინარე, რომ ეს კაცი იყო ჩვენი ერის ერთ-ერთი უნიჭიერესი წარმომადგენელი, რომელსაც ქვეყნის სახელი გაქონდა საერთაშორისო სარბიელზე. ამ თემაზე რატო გავაგრძელე საუბარი? აი არსებულმა სისტემამ მიგვიყვანა იქამდე, რომ ქვეყნის შიგნით ჩამოაყალიბა ურთიერთ დაპირისპირებული, ტოლად განწყობილი ბანაკები და მათ შორის ჩვენი ერის, ჩვენი საზოგადოების თვალსაჩინო წარმომადგენლებიც არიან ამ თუ იმ ბანაკში. ფეოდალური დაქუცმაცებულობის შემდეგ და ალბათ არც მაშინ ჩვენს ქვეყანაში ესეთი ურთიერთ დაპირისპირება, ურთიერთ სიზღამდე მისული ურთიერთობები არ ყოფილა. რა გვაჩვენა ამ ყველაფერმა? ამ ყველაფერმა გვაჩვენა ის, რომ სიმართლე გითხრათ, ცოტა უფრო მაღალი წარმოდგენის ვიყავი დასავლური სპეცსამსახურების შესახებ უფრო მეტი წარმომედგინა, უფრო სწორად, ასე იგი მათ შესაძლებლობებზე უფრო მაღალი წარმოდგენა მქონდა, მაგრამ როგორც ჩანს ქართულ საზოგადოებაში არ არსებობს, უმრავლესობაზე მაქვს ლაპარაკი, არ არსებობს პროდასავლური გავლენები, არ არსებობს პროდასავლური მიმართულებისადმი სიმპათიები, მინიმუმამდეა დასული. ამასთან ბოლო წლებში განვითარებულმა მოვლენებმა, არაერთმა მცდელობებმა ისიც აჩვენა, რომ საქართველოში ვერც პრორუსულმა ორიენტაცია მოიკიდა ფეხი, არაერთჯერ იყო მცდელობები ჩვენში პრორუსული ორიენტაციის პარტიების შექმნის, წარმოქმნის წინაპლანზე გამოყვანის, მაგრამ ყველა მცდელობამ უშედეგოდ ჩაიარა და ამ ბოლო არჩევნებების ნაჩვენების შედეგებითაც ჩანს, რომ რუსეთისკენ ორიენტირებულ ძალებს, პარტიებს არანაირი მომავალი არ აქვს. ანუ აქედან რა გამოდის? ქართული საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის განწყობა არის ნეიტრალიტეტი. სხვა ქვეყნების აი ამ ჭიდილში ჩვენი ჩაურევლობა და ნეიტრალური პოზიცია. რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ აი 1,907,000 ხელმომწერის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი ნამდვილია და მას მერე ცვლილება არ განუცდია პრინციპში. მიუხედავად იმისა, რომ თაობები შეიცვალა, არ განუცდია ასთა ცვლილება არ მომხდარა, ცვლილება არ განუცდია. აი ამ თემაზე დავიწყოთ ლაპარაკი კახა. ბატონო, მივესალმებით ჩვენს მსმენელს, მაყურებელს. 4 ოქტომბრის რევოლუცია სახეზეა, არ შედგა. რაც თქვი ჯემალი, პირდაპირ მაგაზრს რომ მივყვეთ გარკვეული ანალიზისთვის,
ამ ეგრეთ წოდებულ არჩევნებს ვეძახით ჩვენ ამ სისტემაში ჩატარებული არჩევნებს, იმიტომ რომ ეს არის ფულის სისტემა, ეს არის გარკვეული საინფორმაციო საგანგებოდ შექმნილი მონოპოლიების მიერ საზოგადოების ცალმხრივად დამუშავების სისტემა, ფორმაცია და აქ ნამდვილი ეროვნული ზრახვა ყოველთვის ისეთ ფილტრებში ექცევა, რომ არ აისახება და ამიტომ ამ სისტემის პირობებში ჩატარებულ არჩევნებს ყოველთვის განვიხილავთ როგორც ეგრეთ წოდებულ არჩევნებს, იმიტომ რომ რეალურ არჩევნებთან ძალიან შორს არის, იქ სადაც ფული ტრიალებს, გარედან შემოსულზეც არა მხოლოდ. კი, როცა გარედან შემოდის და გარედან შემოსული ფული ატარებს არჩევნებს, ეგ ერთი უზარმაზარი უბედურობაა, მაგრამ როცა ქვეყნის შიგნითაც ოლიგარქის ფული ტრიალებს, ოლიგარქიული წრეების ფული ტრიალებს, არც ეს არის ეროვნული ნებელობის გამოვლინების სრული არეალი და არენა. გასაგებია, რომ იდეალური ვერასოდეს ვერ იქნება ადამიანი, მაგრამ იდეალურისგან უაღრესად შორს როა ეს ფორმაცია, ამაზე გვიწევს საუბარი უკვე წლები. მაგრამ მაინც აისახა ამ არჩევნებში ერთგვარად, სწორედ და ზოგადად ამ პროცესში აისახა ქართველი ერის განწყობა. როდასავლური მიმართულება, როდასავლური პარტიების რეიტინგი ვხედავთ, რომ ხელოვნურად არის შეთითხნილი. იმ რგვალ მაგიდაზე, რაც თქვენს რგვალ თეთრ მაგიდაზე იწერებაო, გამოიყოთ ანეს ეგ ხმაც თუ არ ვწდები ეს კახარიას აღიარების ჩვენებიდან არის. იქ უწერთო, იქ იწერებოდა. ხო? პროდასავლურებს მიაწერენ, უწერენ, არ მინდა ახლა ჩამოვთვალო სათითაოდ, უმატებენ ხმებს, უბრალოდ იქნება განწყობა, ცნობილობა, ცნობადობის შარავანდეთს უქმნიან მასმედიის საშუალებით, ან უშუალოდ აძლევენ მასმედიის ბერკეტს, იარაღს, ტელევიზიას ახსნენებენ, უფინანსებენ და აი ასე ხელოვნურად გამოყვებილი ეგრეთ წოდებული რეიტინგით ატივტივებენ პოლიტიკის ჭაობში. უზარმაზარი ფული და ენერგია იხარჯება იმაში, რომ რამენაირად წარმოაჩინონ ისე თითქოს პროდასავლურ პარტიებს ყავს აქ აუდიტორია და თვითონ პროდასავლურ განწყობებს აქვს საკმაოდ ფართო არეალი. უმაღლესი დონე უკავია პროდასავლურ განწყობას. და ეს არის ერთი ხელოვნურია პროდასავლური პარტიების წინწამოწევა და იქ კიდევ სხვა თემა მას აღარ შევეხები, ეროვნული ნიშნით და იმით ვინც გამოდის 0.01 და 0.3% რო იწერება, აქ ეს კიდევ სხვა დაფიქრებისთვის არის. არაერთხელ შევხვევით ამ მომენტს და მოდი ეს ამ თემას ახლა არ შევეხები. ეს ერთი მიმართულებით, რომ ხელოვნურად არის პროდასავლურის წინწამოწევა პარტიების და ამ იდეოლოგიის. მეორე კიდევ, თქვათ და ხელისუფლება პრორუსულია, ხო? ახლა ამობენ სიტყვით, რომ პრორუსულია, ხო? რუსული ხელისუფლებაა. პროცენტები ამობს რაღაცას, მე არ გამიგია ყოველ შემთხვევაში, რომ ძალიან გაგვეყალბესო, ძალიან მშვიდვითარებაში მიმდინარეობდეს ცალმხრივ რელსებზე აწყობილი ეგრეთ წოდებული საარჩევნო კამპანია და ძალიან პროდასავლურებს არ უთქვიეთ, რომ გაგვეყალბესო. ყოველ შემთხვევაში მოედანზე ერთად მოუხმეს და იქ თუ გაუყალბეს, მოედანზე მაინც უნდა ასახულიყო. ეხლა როცა 10,000 ადამიანს მე ვამბობ, რომ ეს არის 100,000 ადამიანია, 9 მილიონი ადამიანი. არა და ხედვითაც ყველას დაგვანახეს და ვხედავთ რეალურად რამდენი გამოიყვანეს რევოლუციის მოსაწყობად. 7-8,000 ადამიანი მონაწილეობდა იმ ამბებში, რასაც ეგრეთ წოდებული რევოლუცია დაერქვა რა, ამობდნენ კიდევ. ხო, აქედან გამომდინარე, თუნდაც არ ჩაება მაინდამაინც ხალხიც, არა ძალიან დაბალი პროცენტი იყო მოსახლეობის აქტიობა, ზოგადად. კი ბატონო, ადგილობრივ არჩევნებს დაბალპროცენტიანი აქტიობა ახასიათებს ზოგადად, საერთოდ მილევადია არჩევნებისადმი ინტერესი გარკვეული ფორმაციული მიზეზებიდან გამომდინარე. მოდი, თქვათ სიმართლე, რომ არა ოპოზიციის აი ამდაგვარი პოლიტიკა
რომ არა ქართული საზოგადოების მეხსიერებაში 2003-2012 წლის მოვლენების ხსომა უფრო გაუჭირდებოდა ქართულ ოცნებას მოსახლეობის საარჩევნო უბნებთან მიყვანა. მე ვიცი პირადად ძალიან ბევრი, რომელთაც უხეშად ვიტყვი, ატანა რა აქვს ქართული ოცნების ხელისუფლების, თუნდაც მისი იმ არაქართული პოლიტიკის გამო, რასაც ეს სამიგრაციო პოლიტიკა ქვია, მიგრანტებით გადავსებული ქვეყანა და ამაზე ჩვენ არაერთ გადაცემაში ვილაპარაკი აღარ გავაგრძელებ. კიდევ სხვა ცოდვებით რომ აღარ გავიხსენო და არ ჩამოვთვალოთ, მარტო ესეც კმარა იმისთვის, რომ ნორმალურად მოაზროვნე პატრიოტი ქართველისთვის ეს ხელისუფლება მიუღებელი იყოს, მაგრამ იმის შიშით, რომ ნაციონალური მოძრაობის წისქვილზე არ მოხდეს წყლის დასხმა, ძალიან ბევრი გაჩუმებულია და ზოგი იძულებითაც მიდის და ხაზავს ქართულ ოცნებას. ეს არის ფაქტი. კი, რა თქმა უნდა. ხო, ასეა თუ ისია, რევოლუცია საფუძვლები გამოეცალა და დასავლეთმა თავისი გავლენა ქართული საზოგადოებრიობის მთლიანობაზე უნდა ითქვას, რომ დაკარგა. მიუხედავად იმ უზარმაზარი ინფორმაციული ზეწოლის, ინფორმაციული ბატონობის მაინც ახერხებს და რადიო გინდა, ტელევიზია გინდა, ინტერნეტი გინდა, რაც შეუძლიათ ეს პოლიტიკის დამსახურება, იმ პოლიტიკის დამსახურება, რომელსაც ისინი 90-იანი წლებიდან მოყოლებული ჩვენი ქვეყნის მიმართ ახორციელებენ. მათ ერთი რამე ავიწყდებათ, რომ ქართველი ერი უძველესი ცივილიზაციის ერია, უდიდესი კულტურის, თავისი ფართო ნიჭიერებითა და ჰორიზონტით, წვდომის უნარით და კიდევ სხვა და ჩვენ არა ვართ არც ინდიელები და არც აფრიკელები, რომ იგივე მეთოდებით მოინდომეს ჩვენს მიმართ მოქცევა, რაც მათ მიმართ ჰქონდათ დამუშავებული, შემუშავებული. თუმცა აგერ აფრიკელებმაც გამოიღვიძეს და უკვე მათაც აღარ მოწონთ ის დამოკიდებულებები, რაც მათგან მიდიოდა მათი ქვეყნების მიმართ. და გარკვეული წინააღმდეგობები და წინააღმდეგობრივი მოძრაობები უკვე დიდი ხანია აფრიკის ქვეყნებში დაწყებულია და მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პოსტსაბჭოთა სივრცეში მაინც, რო ვთქვათ, ყველაზე პროდასავლური იყო და ყველაზე მოწინავე იყო, ყველაზე აქტიური მებრძოლები რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ გაგვხადეს, ეროვნული მოძრაობის დროშა ასეთნაირად წარიმართა. თუმცა მანდ არის საკითხები, რაც გადახედვა საჭიროებს და სხვანაირადაა გასაანალიზებელი. მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე პროდასავლური ქვეყანა საქართველო იყო, ალბათ თვითონაც ასე გაიაზრებენ, რომ ყველაზე კრიტიკულ მომენტში, საერთოდ დედამიწისთვისაც კრიტიკული მომენტია, ყველაზე კრიტიკულ მომენტში აღმოჩნდა, რომ საქართველო თლად მათ დაქვემდებარების ქვეშ აღარ რჩება და ვეღარ რჩება. სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში საკმაოდ დიდი წარმატებები აქვს, ეს შუა აზიაზე უნდა ითქვას, კავკასიის ჩვენ მეზობელ ქვეყნებზე უნდა ითქვას. გარეთ რა ხდება გვისაუბრია და ორი სიტყვით მაინც შევეხებით. მოკლედ რო შევაჯამოთ, სწრაფი სიკვდილის გზა ამ შემთხვევაში ჩაიშალა, გაჩერდა. უახლოეს მიმოხილვად მომავალში, რასაც შეიძლება თვალი გავაწვინოთ, არ ჩანს ქვეყნის შიგნიდან ის მუხტი, ის ძალა, რომელიც ისე მკვეთრად შეცვლის საგარეო პოლიტიკურ კურსს, რომ საქართველო გახდება მეორე ფრონტი. არ ჩანს. რომ ასე იგი საქართველოში შესაძლებელი გახდება ფერადი რევოლუციის მოწყობა, რაც უკავშირდება პოლიტიკური კურსის შეცვლის აუცილებლობას, რასაც ითხოვს დასავლეთი. მაგის რესურსი არ არსებობს. ამის რესურსი აღმოჩნდა, რომ ამოწურულია, არ არსებობს. იმიტომ რომ ფერადი რევოლუციების ყველაზე ნოყიერი ნიადაგი არის არჩევნების პროცედურა.
იმიტომ რომ ამ სისტემაში ჩატარებული ნებისმიერ არჩევნებს შეიძლება გამოუძებნოთ ძალიან დიდი უარყოფითი მომენტი და მხარე, რაც ობიექტური იქნება, მარტო სუბიექტური კი არა, რაც ობიექტური იქნება და ამ ობიექტურ უარყოფით მხარეზე აეგოს დამხობის პროცედურა. ხელისუფლების დამხობის, ხელისუფლების შეცვლის და ისეთი ხელისუფლების მოყვანის პროცედურა, რაც უნდა რომელიმე ძერჟავას დასავლეთს კონკრეტულად. იმიტომ რომ მთელ სოფლიოში ხელისუფლებების დამხობის და საკუთარი ხელისუფლებების მოყვანის სპეციალისტები სწორედ დასავლეთს წარმოადგენენ, დასავლეთია. ესეთი პრაქტიკა, მეთოდების დაძველა. თვით ეს მეთოდები, მეთოდოლოგია, დრო შეიცვალა, იყო დასავლეთი. და 3 წელი უკვე თავისუფალი სივრცე არჩევნები არ არის და თუ ხელისუფლებამ რაღაც სიგიჟი არ ჩაიდინა, ძალიან ძნელად თუ მოსახერხებელი იქნება ფერადი რევოლუციის მოწყობის ინსცენირება. ესე იგი, პოლიტიკური კურსის შეცვლა გარედან ისე როგორც მათ უნდათ ვეღარ მოახერხებენ. არ ეყოლებათ საკუთარი აღსრულებლები. ჩვენ სხვათა შორის გამოკვეთილად არასოდეს არ ჩამოგვიყალიბებია, არ გვითქვია ამ ხელისუფლებას ეძახიან პუტინისტურს, ეძახიან პრორუსულს. მაგრამ ჩვენ ისე გაყვრით, შემოვლით, გვაქვს ბევრი რამ ნათქვამი, მაგრამ აი ესე გამოკვეთილად და კონკრეტულად. ბოლოს და ბოლოს არის თუ არა ეს ხელისუფლება მართლა პრორუსული და არის პუტინისტური თუ არა. არამს და არამს. ეს ასე რო ყოფილიყო. ჯერ იქიდან დავიწყოთ, რომ 2012 წელს ესენი ხელისუფლებაში ვერასდიდებით ვერ მოვიდოდნენ. მათი მოყვანა ხელისუფლებაში დაიგეგმა იქვე, სადაც დაიგეგმა მისი წინამორბედი ხელისუფლება. მოყვანა. ის რომ დღეს გარკვეული დაპირისპირება გამოვლინდა და დასავლეთის მხრიდან არის დიდი სურვილი ამ ხელისუფლების შეცვლის, ეს სრულებითაც არ ნიშნავს იმას, რომ ეს ხელისუფლება პრორუსული იყო თავიდანვე, ან გახდა პრორუსული. და ახლა თავის დროზე ჰუსენი და კადაფიც იმ ძალების მოყვანილი იყო. ბოლოს და ბოლოს შორს ვარ წავიდეთ, აგერ შევარდნაძეც იმ ძალების მოყვანილი იყო. მაგრამ შემდეგ აგერ მოუწყეს ხო რევოლუცია და რა თქმა უნდა. აგერ ჩვენ სამეზობლოში უკრაინაში ყველა ხელისუფლება, რა თქმა უნდა, მათგან იყო მოყვანილი და მონათლული. მაგრამ მოკლე დროში რამოდენიმეჯერ შეცვალეს ხელისუფლება, სანამ არ მოიყვანეს ისეთი, რომელიც პროვოცირებას მოახდენდა და რუსეთთან ომს გააჩაღებდა. აი ეს გახდა გადამწყვეტი პირველი უარი, რომელიც წავიდა ჩვენი ხელისუფლების მხრიდან მათ ბრძანებას. ეს იყო მეორე ფრონტის გახსნა. რამაც პირველი აი ეს განხეთქილება წარმოშვა ამ ხელისუფლებასა და მის პატრონებს შორის. აი ეს მინდოდა ჩამემატებინა რა თქმა უნდა, მოდი გავახსენოთ ერთი მეორეს, მე კარგად არ მახსოვს, სადღაც მაცხოვარი ამბობს, რომ სამეფო თუ კი დაიშლება და ურთიერთწინააღმდეგ აღდგებიან, ის სამეფო ჩადაიშლება, ხო? და აი ეს სამეფო, რაც დედამიწაზე დამკვიდრებული, შიდა განხეთქილებები მიმდინარეობს და ეს შლის მას. გაიყვნენ გლობალისტებად და ტრამპის კონსერვატორებად. შიდა განხეთქილება აქვს, ერთია მსოფლიო სამეფო მმართველობა არსებობდა და შიდა განხეთქილება წარმოიქმნა. და კარგად გაუგზი ხაზი, ის ვინც წინამორბედი ხელისუფლება, ვინც მოიყვანა, იგივე ძალებმა გადაწყვიტეს თავის დროზე ამ ხელისუფლების მოყვანაც. და უნდა ყოფილიყო მათი გააზრებით ამერიკული მოდელი უნდა ყოფილიყო როგორც რესპუბლიკელი და დემოკრატიული, ნაციონალური მოძრაობა და ქართული ოცნება. ამ თვალსაზრისით არ წავიდა ისე მათი გეგმის მიხედვით. კი. ასე ვთქვათ, პირდაპირ თვალსაზრისით რომ პრორუსულები არიან, ამის განაცხადი არ არის მართებული და არასწორია. ეხლა ისიც საკითხავია, რომ თვითონ რუსეთშიც კი პრორუსული ვინ არის და ვინ არ არის, ეგ დღეს ლახდება და დღეს და გამოერკვას თვითონ. ეხლა ხარშავეში. ეხლა ხარშავენ. ხო, გასარკვევიათ. ის სხვა საკითხია, რომ როდესაც ერთ ბატონს ჩამოსცილდები რაღაცნაირად, მე ეძებ სხვა ბატონებისგან გაიმკვიდრო და გაიმყარო პოზიციები და ამიტომ მოუწიათ ჩინეთში წასვლა, ამიტომ უწევთ
თურქეთში ვოიაჟები, თუმცა რითი ბრუნდებით ეგაა საკითხავი. ამიტომ უწევთ ემირატებში ჩასვლა და ჩამოყვანა და ასე შემდეგ აღარ შევეხები ეს ქვეყნის გამყიდველობას ეხება კიდევ. ხო, აი ასეთი ეს მიიღება და პოლიტიკას კიდევ არ ახასიათებს მეგობრობა. არაბულ სამყაროსთან ურთიერთობა უფრო ფინანსური ინტერესებიდან გამომდინარე არის ნახევი და მათ შორის პირადი ჯიბის ინტერესებიდანაც. ხო, ინვესტიციებიდან პირადი შემოსავლის მიღების იმედს უნდა უკავშირდებოდეს ამ ურთიერთობების ესე მოულოდნელად და სწრაფად დათბობა არაბულ ქვეყნებთან. აქ ერთი რამე იყო ამ 4 ოქტომბრის რევოლუციის საკითხებში კიდევ ცოტა არ იყოს და საკვირველი. იმიტომ რომ აშკარად იგრძნობოდა რომ ის მუხტი რა მუხტიც თავიდან ჰქონდა რომ ევროპას გვართმევენ, ეს მუხტი განეიტრალდა და ნელ-ნელა დრომ გააბათილა. დრომ გააბათილა მრავალ მხრივ. არა მარტო იმიტომ რომ გარკვეული ხელმძღვანელობა ვიც ამ მიმართულებას ხელმძღვანელობდა კისოსებს მიღმა მოჩნდა. არა მარტო ამიტომ. ინფორმაციულად მაინც გაიხსნა. საზოგადოება გაიხსნა. ევროპის რეალური მდგომარეობა და რეალური ვითარებაც ბევრისთვის გახდა ცნობილი. რა ხდება მსოფლიოში, საკმაოდ ბევრისთვისაა ცნობილი. რომ ის ომის ქარცეცხლის გადმონაცვლება რომ აბსოლუტური რეალობაა, ეს ბევრმა გაიცნობიერა. შემდეგ ის რომ იქ აღრევა პირდაპირ და ერების და ადგილობრივი კულტურების გადაგვარებასა აქ ადგილი და ხალხს იქ ვეღარ იჭერენ თვითონ ლონდონში, პარიზში, ხედავთ რა ამბებია და როგორ არის. ის ადამიანები, ვისაც რაღაცა ამოძრავებს, ის 1% მაინც ადამიანი, რომელიც არის აქტიური, ვისითაც ფიზიკურად ხორციელდება ესა თუ ის რაღაც მოვლენები, პოლიტიკური მოვლენები ქვეყნის ცხოვრებაში. ეს ადამიანები გულხელ დაკრეფილები ხომ არ არიან, ამას ყველაფერს უყურებენ და ასე შემდეგ. წელს აღნიშნა, რომ ეს ხელისუფლება და თვითონ ოცნება შეიძლება ისე ეზიზღებათ, როგორც არც ერთი სხვა, მაგრამ რაც იმ ევროპაში, შიგ ევროპაში ხდება, რა პოლიტიკასაც ევროპა ატარებს, ხვდებიან, რომ ეს ერისა და ქვეყნისათვის გამონადგურებელია. ამიტომ ის ევროპას მართმევენ და ჰარიქა გამოვიდე და დავამხო და შევცვალო, მაშინ, როდესაც არ ეუბნები, აი დაუშვათ და ეს შევცვალეთ, ვინ უნდა მოვიდეს და რა უნდა იყოს. ახლა მე საუბრის დასაწყისში ვთქვი, რომ აღიარებ თქო და დასავლურ სამსახურებზე ცოტა უფრო მაღალი წარმოდგენის ვიყავი, თქო, აბსოლუტური ფიასკოთი დამთავრდა ეს ცდელობა. 7-8 რაც გამოიყვანეს, 9 მილიონს ვარავა. აი პოლიტიკისგან აცდენა რა რაღაც. ნუ არა, აი ადგილზე ხა მე ჩვენ არ გვიყვარს ხოლმე პიროვნებებზე ლაპარაკი და არცაა ჩვენი საქმე ხა გავარჩიოთ ვის რა შეუძლია და რაღაც. მაგრამ აი ეს ფიგურები, ის პიროვნებები, ვის გამოკვეთეს ლიდერებად, ვინც სათავეში ჩაუყენეს, ეს არ არიან ის პიროვნებები, იმ ხარიზმით აღჭურვილი, იმ პატივისცემით და ავტორიტეტით აღჭურვილი, ვისაც ხალხი თუნდაც ბრმად გაყვება, აი რაღაც შეიძლება ვერ გაიაზრო, მაგრამ პიროვნებას ენდობოდე და გაყვე. ან სანახევროდ გესმოდეს რაღაცა, მაგრამ ადგე და გაყვე. არ არიან ეს პიროვნებები. ეს მიანიშნებს იმაზე, რომ კადრების დეფიციტი აქვს. კი, რა თქმა უნდა. კადრების გაჭირვება აქვს. და სხვა რამეცა ჩანს შემოჯება. თვითონ ამერიკის ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებმა აჩვენა. ნუ მართლაც ახლა არ არის რა ჩვენი საქმე ხა პიროვნებების განსჯა და იმაზე ლაპარაკი, მაგრამ 80 წლის სკლეროზიანი მოხუცის პრეზიდენტად დაყენება ამ ხელაზე სახელმწიფოს და იმ პუნქტის ჩაბარება ისთვის ეს მიანიშნებს იმას, რომ კადრების გაჭირვებაა. არც ტრამპზე მინდა რაიმე ცუდი ვთქვა, მაგრამ ახლა ამ კაცის აბსოლუტურად ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები, ერთ დღეს ერთი, მეორე დღეს მეორე, კი არა ერთ დღეში დილით სხვა განცხადება, საღამოთ სხვა განცხადება და ეს ხუმრობაც კი შეიქმნა, რომ
დილის ტრამპმა ეს განაცხადა, შუადღის ტრამპმა სხვა რამ განაცხადა. ანუ დღის დროების მიხედვით იყო ამ კაცის განწყობა და განცხადებები და პოლიტიკური მოსაზრებები, ასე ვთქვათ. აბსოლუტურად არასერიოზულ წარმოდგენა გექნება ამ ხელა სახელმწიფოზე, როდესაც ამ ყველაფერს უყურებ. ამას ერთი ახსნა აქვს. ერთი სპეციალურად მოყავთ ამაი კადრები, რათა სახელმწიფოების დისკრედიტაცია მოხდეს და ერთმართველობისკენ, რომ ბოლო მართლაც ამ ხალხმა თქვას, რომ რამდენიმე შეიძლება გაგრძელდეს ესე და მოდიდი ერთი იყოს და კარგი და იმან მართოს თემისობლი. და მეორე უпростоრად, რომ რეალურად კადრების დეფიციტია. ხო, კადრების დეფიციტი, გონის დეფიციტი. ერთხელ ამასაც სხვათა შორის ჩვენმა პრემიერმა თქვა, საქართველოს მაგალითს თქვა, რომ ნიჭიერი და ჭკვიანი ხალხი პოლიტიკაში აღარ მოდისო ჩვენთან. რომ ხედავენ რაც ხდება, რაც ტრიალებს პოლიტიკაში. თავს არიდებენ. მოდი, კარგია თუ ცუდია ეს სხვა ჯერ ერთი კარგი როგორ უნდა იყოს, არა? მაგრამ ყველაფერს თავისი რას შეიძლება ვერ ვიაზრებდეთ, მაგრამ თავისი ახსნა ბუნებრივია გააჩნია. შეიძლება ჩვენ ვერ ვხსნიდეთ. პირველი ნიშანი, რომ ის რაღაც ინტელექტი უკვე და აზრი ეცლებოდა ამ ყველაფერს, ის იყო, რომ რამდენიმე ადამიანი დაჯდა და კანონიერი ხელისუფლება ავირჩიეთ, უკვე ყავს და ქვეყანას პატრონი ყავს. გამოაცხადეს. და რამის არის ხუმრობაც დავიწყეთ, ჩვენც ხო არ ავირჩიოთ რაიმე კანონიერი იმპერატორად ხო არ გამოაცხადოთ თავი რა. ხო, და ეს გაგრძელდა. ფაქტიურად ახლა რა არის? გურო ასია რა, რომ გამოაცხადებ, რომ იმის გასაღები ჩამაბარეთ და თითქოს 100,000-იანი ლაშქარი ყავდეს ან აღჭურვილი. არა, თუნდაც 100,000 კაცი რაც წვედა ახლა 3 მილიონიან ქვეყანაში. 100,000 კაცი რო ყავს ხარდამჭერი და პრეტენზიას აცხადებ, რომ კინა თუ არა ახლა მე ვარ კანონიერი ხელისუფლება, თუნდაც გარდამავალ. ლოგიკა როგორ იყო? თუ ლოგიკა არის ის, რომ ჩვენ 30 კაცი შევიკრიბეთ ახლა და კანონიერი ხელისუფლება ავირჩიეთ და ყველაფერი უკანონოა და ახლა ჩვენავად რასაც ვიტყვით. ხო ეს არის ლოგიკა. ნუ მაშინ ახლა 35 ადამიანი თუ ამ ხელას იღებს თავის თავზე და თან თვითონვე ჯერა, ახლა რა გასაკვირია, 8,000 ადამიანს რო დაინახავს ქუჩაში გამოსულს და უცებ გაუჩნდეს წარმოდგენა, რომ მაშინ ის კიდე ქვეყნის იმპერატორი ყოფილა. სხვათა შორის მოსახლეობაში დაბნეულობა და თავგზის აბნევა სწორედ ასეთმა განცხადებებმა გამოიწვია. ახლა ერთი დაწესებულება ვიცით ჩვენ, სადაც გადატენილია ხოლმე ნაპოლეონებით, პროკურორებით, მაკედონელებით და ყველა პალატაში მოშეხვიდე იქან მაკედონელი ან სტალინი ან ნაპოლეონი. ახლა პოლიტიკაში, რეალურ პოლიტიკაში, სერიოზულ ხალხის მხრიდან ესეთი განცხადებები საზოგადოება რამდენად მიიღებს, აგერ აჩვენა ხო, გუშინდებმა დღემაც აჩვენა. მამაკაცურ ენერგიაზე და მამაკაცურ ძალების მოთხოვნაზე ალაპარაკდნენ, რომ აბა სასწრაფო წინახაზეოდა. ახლა დაზიანებულია ხალხი, ზოგი უკვე დააპატიმრეს და ასე შემდეგ. შეიძლება ადგილას გამოდის ეს ჩვენი რეპლიკები, მაგრამ კაცო, ევროკავშირის დროშაები გეჭირათ და გენდერიზაცია მიმდინარეობს და მამაკაცი ბოროტიაო და გენდერი და ქალთან უნდა იყოსო და ქალასმანი უნდა იყოს, თავარი ეგ არისო და რევოლუციის დროს წინა დღის რომ მოგინდათ და იმ საათებში და იმ წუთებში რომ მოგინდათ მამაკაცური ენერგიები და მამაკაცების წინახაზე და ქალები უკანო ვისად უნდა წასულიყო და ვის რა ადგილი უნდა დაეკავებინა ფერადი დროშებით და გადაფერადებული ტვინით ნაკვები მასისთვის რთული გასარკვევი იყო. მე ყველაზე არა მაქვს ლაპარაკი, მაგრამ მაინც. ხო. ახლა არ ვიცი რა, ესე იგი გავაბრიყვეს, გავიმეტეთ. წავართვით მომავალი იმ ახალგაზრდებს, გზა დაუბნელეთ, ასე ვთქვათ. შევაწყვიტეთ სისტემას, ბოლოს და ბოლოს სახელმწიფო გადატრიალების შესახებ არსებობს მუხლი და ნებისმიერი სახელმწიფო, თუ კი სახელმწიფო არის, თავის მსვლელობას მისცემს კაცო.
ეხლა ხო ვერ ვიტყვით რომ არ იყო რა, ყველა განცხადება იმაზე იყო რომ სწორედ სახელმწიფო გადატრიალებას 8-5-7000 ადამიანით ახალგაზრდა პატარა გოგოებითა და გოგო ბიჭებით და ვიღაცეებით კიდე რომ დააპირებ ადამიანის სახელმწიფოს გადატრიალებას. და ეს რომ გონია რომ სერიოზულად გამოვა ეს საქმე თუ არ ვიცი, ეს არის აბსურდის თეატრი და სწორედ ჩემალ უფრო მეტი წარმოდგენა ჰქონდა დასავლურ სპეცსამსახურებზე. ხო არა, ნუ აი სადაიგეგმა ახლა საქართველოში 300 ხარავა შეიძლება უხერხული იყოს კახა ახლა ამ თემაზე საუბარმა, რადგან ესე დავტრილვანდით და აი ამას განვიხილავთ ძირობამდე ხო ამ თემას ახლა სადაიგეგმა ეს გუშინდელი ოპერაცია ვისი მითითებებით ხდებოდა ამ განცხადებების გავრცელება. ახლა ისიც ვიცით რომ ის მოწოდებები იყო და რაღაც შეთანხმება დადეს რომ წინა დღეებში მაპატიოს მომიტევოს მენელმა მარახლა ესე იყო და რომ სექსუალურ ურთიერთობაში არ უნდა შესულიყვნენ რომ ენერგიები და ძალები შეენახათ 4 ოქტომბრისთვის. ახლა წარმოვიდგინეთ რამდენად კომიკურია ეს ყველაფერი. კომიკურია, ტრაგიკომიკურია. ვითი ახსნათ ახლა ეს მარცხი. ანუ ვიღაცება მაინც იცუღლუტეს და ნების მოზღვავებას ვერ გაუძლეს და იმიტომ ჩავარდა აი რას გავს ეს ვიგონიათ ქართული საზოგადოება, ქართული ხალხი, როგორ წარმოუდგენიათ ესეთი გონება შეზღუდული და ლენჩია, რომ აი ამდაგარ წიმავლებს, ამდაგარ მოწოდებებს გაყვება? თლად დაუშვათ და და დებილად ქვიან თუ როგორ არის? კი, აი დაუშვათ და გავყოლოდით და დაუშვათ და მომხდარიყო დამხობა, დანიშნულიყო ახალი არჩევნები, ანუ მოსულიყო ახალი ხელისუფლება. ვინ უნდა ყოფილიყო ახალი ხელისუფლება? მევახშეები, კი ბატონო, ციხეშიროზის გამოვიდა ნაციონალურ მოძრაობაში, ვინც გაიაზრება და რას გააკეთებდნენ ისინი. ბენდუკიძის დევიზი ყველაფერით გავყიდოთ სინდისის გარდა, თავისთავად გაგრძელდებოდა. მევახშეობა ჩვეულებრივ გაგრძელდებოდა, ხო? კიდევ რა გაგრძელდებოდა? რა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი? ჩვენთვის ყველაზე მწვავე და მნიშვნელოვანი. ის ერთი ელემენტარული კანონი რო იქნა მიღებული. მცირეწლოვანთა დაცვა LGBT პროპაგანდისგან. ამ კანონსაც ხო ამ კანონის გაუქმებას ხო დიდი ხანია გვედავებია. დიდი ამას აგვისტომდე ქონდა გადამოსული. მეტი რას მივახცეთ. ამ კანონს გაუქმებდნენ დანარჩენი არასამთავრობო სექტორი გულუხად მიიღებდა გარედან დაფინანსებას და რომელ ქართველს წაადგებოდა და რაში წაადგებოდა. შემდეგ საქართველოს გადავიდოდა აი ახლა ევროპაზე და საგარეო პოლიტიკურ კურსზე რო გადავიდეთ. ის მშვიდობის რა პატარა გვირავის ბოლოს მართლა პატარა ნათელივით რომ თითქოს რომ გამოჩნდა თუმცა ჩვენ ახლა ღიათ არ გამოგვიხატია დიდი აღთავანებები, არც იმ მოლოდინებს გადაუცვით დიდად ხაზი რომ არ თქვან რომ რა ყველაფერს იწუნებს ეს ხალხიო, არ ქონდა დიდი იმედი, ჩვენ უბრალოდ ვამობდით ტრამპის მიერ რუსეთთან პუტინთან შეხვედრის საკითხები და სამშვიდობო მოლაპარაკებები, ჩავთვალეთ იმ ღვთის დაბოძებ პატარა მომენტად, რომელიც შეამსუბუქებდა დაპირისპირებას და გადაავადებდა დიდ დარტყმას. გადაავადებდა და ეს მოგცემდა არა მარტო ჩვენ მსოფლიოს დაფიქრების და უკეთესი დაბიჯების გადადგმის საშუალებას. აი მხოლოდ ასე შეიძლებოდა გაგებული იყო ის სამშვიდობო მოლაპარაკებები, იმიტომ რომ ეს სამშვიდობო მოლაპარაკებები რეალურ მშვიდობას ვერ მოიტანდა. აქ ამას არის მიზეზები. გამწვავდა ვითარება და აი ამ გამწვავებულ ვითარებაში ევროპას რაზმავს დასავლეთი ამერიკა, მას შეგვიძლია უკვე მეორე ბლოკად ჩავთვალოთ ეს ჩვენი საუბრის. პირდაპირ იარაღს ასხავენ. პირდაპირ აგულიანებს რომ შენ არა მარტო დაიბრუნებ ძველ საზღვრებს, ყირიმსაც კი დაიბრუნებ. უკრაინა შეუძლია გაიმარჯვოს და რუსეთიო ეს კარდონის ვეფხვით იბძისო. არაფერი არა შენი ბრძოლაო და მიმდინარეობს დიდი წახალისება. ესე იგი კაცო როაც უკვე 7 დიდი ომი ჩააქრო, ახლა მესამე მსოფლიოს თელი ძალით აჩანებს. ოღონდ როგორ ევროპელი ბრიტების ხელი. მაგას ლაპარაკობთ, ხო ესა დილის ტრანსპორტი. როგორ შეაბავდნენ საქართველოს ამ უბედურობაში ის ძალები, რომლებიც მოვიდოდნენ. ხო უნდა წარმოვიდგინოთ. აი დაუშვათ და მომხდარიყო კიდე რას მიიღებდა საქართველოს. სრულ განადგურებას, სრულ გუშინდელი დღის მშვიდად ჩავლამ რა მისცა საქართველოს. არის ჩვენ ამდე ვისაუბრეთ. მოვლენათა განვითარების ორი გზა. ერთი აქ ხელისუფლების ცვლილება,
იმ ძალების მოყვანა, ვინც მოსვლიდან მალევე ჩვენ წართმებული ტერიტორიების დაბრუნების ლოზუნგებით და მომიზეზებით ქვეყნის ომში ჩართვას, მეორე ფრონტის გახსნას რუსეთისთვის, რაც სწრაფ სიკვდილს უდრის და მეორე არსებული ანტიქართული ხელისუფლების ხელში ქვეყნის ნელკვდომა დროში გაწელილი და აი დროში გაწელვა იძლევა იმის იმედს, რომ ამ დროის განმავლობაში იქნებ ქართველმა ხალხმა, ერმა მიიღოს ბოლოს და ბოლოს გადაწყვეტილება, შეძლოს გაერთიანება, სიტყვის ირგვლივ და იმ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტა, რაც ქვეყანას მუტანს შექმნილ სიტუაციიდან გამოსვლას, გადარჩენას და სამომავლოდ დიდ პერსპექტივას. რასაც ქვია დასაბამისეული მისიის აღსრულება, ანუ კაცობრიობისთვის ახალი სისტემის მიწოდება, შეთავაზება, პირველ რიგში საკუთარ ქვეყანაში დანერგვით და მაგალითის ჩვენებით. აი ეს განსხვავება და ეს მოგვცა გუშინდელ დღის მშვიდად ჩავლა, რომ გადავადება მოხდა დროში გაწელილად მიმდინარეობს ისედაც ქვეყნის გარდაცვალება, კვლელობა უფრო სწორი იქნებოდა მამათა ხელით. ამ თემებზე ჩვენ ვილაპარაკია თავის დემოგრაფიით, პოლიტიკა, ეკონომიკა და ასე შემდეგ, რომ ეს ყველაფერი ნელ-ნელა მიდის იქითკენ, რომ ქართველისთვის ყველანაირად აქ არასასიცოცხლო პირობები იქნება, გაძევება ხდება ქართველების და ქართული სახელმწიფო შეიძლება დარჩეს მისგან მხოლოდ სახელება. ან ისიც არა, თუ ესე ამ გზით ვივლით უახლოეს მომავალში. მაგრამ ეს მაინც დროის საკითხია და რადგან დრო ჯერ კიდე გვაქვს, ვიტოვებთ იმედს, რომ ანუ ბრძოლას აქვს კიდე აზრი და შრომას კიდე აქვს. ახლა შეჯამებისთვის ბოლოსკენ რო წავიდეთ უკვე ჩვენი გადაცემაც დროში გვეწურება. მართლაც ასე ვაჯამებთ, ჩვენ ამდაგვარად ვაჯამებთ, რომ 4 ოქტომბერმა მოგვცა ის, რომ გამოვლინდა სწრაფი სიკვდილის გზა გაჩერდა ამ შემთხვევაში ქვეყნის შიგნიდან უახლოეს მომავალში ასეთი რამის წამოწყება უკვე საფუძველ მოკლებულია და ძნელად წარმოსადგენი. ახლა გარედან თუ რაღაც არ მოხდა. ჩვენ ახლა ვერ დავდებთ იმის პირობას, რომ იცი რა გარედანაც ხელი გადაგვეფარება, არ ვიცით. ჩვენ არა ვართ არც წინასწარმეტყველები, არც მკითხავები, არც ვარსკვლავად ბიჭუნა, არც მეფრინავთებშეები. ჩვენ ახალი სიტყვის მოცემული პრინციპებიდან ამოვდივართ და იმ განზომილებებიდან ამოვდივართ, რაც გვიდეს ბოროტების გვაქვს დასაგდები ინფორმაციის შესაცვლელი და სამოქმედო დრო ვფიქრობთ, რომ დაგვრჩა, იმიტომ რომ თუ კი სწრაფი სიკვდილის ამ შემთხვევაში გაჩერდა ქვეყნის შიგნიდან მაინც ეს გაჩერებული დაბლოკილი არის. რა მთელი მიზეზებიდან გამომდინარე. ნელი კუდომის პროცესი მაინც გრძელდება და აი ამ 3 წელი მაინც ხო არაფერი ისეთი არ არის მოსალოდნელი, რაზეც შეიძლება რევოლუციის აგება. დანარჩენ ქართველობას გვაქვს დასაფიქრებელი. ნელი სიკვდილის გზა გვაქვს თუ არა გასაჩერებელი. ამ საკითხზე სერიოზულად გვაქვს თუ არა ერთმანეთთან დასალაპარაკებელი. ანუ ახალი სიტყვის მიერ მოწოდებული პრინციპების ირგვლივ შეგვიძლია გავერთიანდეთ თუ არ გავერთიანდეთ. აი ეს პერსპექტივა ჩანს ჩვენი გადმოსახედიდან დრომის სამ ეტაპზე და უსურებ მთლიანობას, ქართველობას, რომ მალე ჩამშვიდეს ეს პატარა არყევები რევოლუციური, რაც შეიძლება უსისხლოდ და უპრობლემოდ და იმ ხარეს კიდე ვინც ესე შეასწნეს, ვინც ესე გამოიყვანეს, ვინც ესე ააყირეს ჰარიქა და რევოლუციაო კიდევ ერთხელ უმეორებთ, ვინც ამუშავებს, ვისაც ეყრდნობიან, ეგ ძალა ვერ გამოვა მსოფლიოში გამარჯვებული, დამთავრდა მაგძალის ზეობის ეპოქა. დასავლეთი არ იქნება გამარჯვებული. ანტიქრისტიანული ცნობიერება არ იქნება გამარჯვებული და პირიქით მისი მარცხის დრო მოდის. მას შეუძლია დედამიწის დაღუპვა. აი რა შეუძლია და დასავლეთ შეუძლია დაღუპოს დედამიწა. დასავლეთ შეუძლია დაღუპოს თავისი თავი. ის ვერ გადაარჩენს ვერც საკუთარ თავს, ვერც მსოფლიოს, ვერც საქართველოს. პირიქით ჩაითრეს დაღუპის ორმოში.
არის კი შესაძლებელი რომ შეჩერდეს ეს პროცესი? ფიქრობთ რომ რაღაც გარკვეული ნიშნები გვაძლევს ამისი თქმის საშუალებას, რომ ალბათ შესაძლებელია ამ პროცესის შეჩერება. ყველამ უნდა ვიცოდეთ, რომ ეს არის ჰიბრიდული ომი, გამოწვევა იქნება, დათანხმება, დამონება არაფრით არ შეიძლება, მაგრამ ამ ომშიც ის გამოწვევებს რაღაცნაირად ჩვენ გვერდი უნდა აუაროთ და საქართველოს თავისი ფუნქცია უნდა შეასრულოს, ცენტრის როლი უნდა ვითამაშოს დადებითი თვალსაზრისით. იმიტომ არის, რომ ვერც პრორუსული იყიდებს აქ ფეხს პირდაპირ და აღმოჩნდა, რომ ვერც პროდასავლური. პირდაპირ გაცხადებაზე გვაქვს ლაპარაკი, რომ ფარულად ვინ ვისთან ხელს ურევს და ასე შემდეგ. ჩვენ მაგაზე არა გვაქვს ლაპარაკი. ჩვენ გვაქვს ლაპარაკი ამ შემთხვევაში პირდაპირ ნათქვამით. ქართულ საზოგადოებრივობაში აქ ისეთი წყობა რაღაც განლაგება იმდაგვარი რომ ვერც პრორუსული იყიდებს, ვერც პროდასავლური. ეს იმის ნიშანია უნდა მივიღოთ, რომ დრო არის სწორედ მოსული, რომ ქართველმა უნდა მიხედოს საქართველოს და საქართველოში ქართული პოლიტიკა უნდა იყოს. ახალი სიტყვის განაწესი აგებული. ზურებით სწორედაც იმას გვიჩვენებს, რომ აქეთკენ არის ქართული საზოგადოების განწყობა, აქეთკენ არის. აი, წარმოიდგინეთ, უზარმაზარი ენერგიის და დახარჯული თანხების მიუხედავად აღმოჩნდა, რომ ეს კარგი შედეგები. ხო, ერთხელ ამერიკის ელჩმა დაგვაყვედრა კიდეც 6 მილიარდი დაგახარჯეთ, ხო? ამდაგვარ რაღაც ხوارიშლება. და საწავიდეს რომელი ქართველის ოჯახში, რომელი ქართველის ჯიბეში შევიდა ეს ფული. ანუ სად დაიხარჯა ეს ფული? ის ფული დაიხარჯა მოსყიდვებში, ის ფული დაიხარჯა იმაში, რომ რაც შეიძლება ღრმად და ფართოდ დანერგილი იყო პროდასავლური განწყობები ქართულ საზოგადოებაში. მაგრამ შედეგები ვნახეთ, რომ ქართულ საზოგადოებაში ბევრი არ არის, ვინც ესე თავგადაკრული პროდასავლელია, ამასთანავე ბევრი არ არის, ვინც თავგადაკრული პრორუსია. ლოგიკურად რა გამოდის, რომ ქართული საზოგადოება განწყობილია საიმისოთ, რომ ქვეყანა იყოს ნეიტრალური და პირველ რიგში ქართველმა მიხედოს თავის ქვეყანას, საქართველოს მიხედოს თავის თავს და კეთილი მეზობლის პრინციპებზე ავაგოთ ურთიერთობა. და ყველასთან ვიყოთ, არც დაპირისპირებაში არ უნდა ვიყოთ, მოუშვათ არც ამერიკასთან, არც სხვა მეზობლებთან, ჩვენ რუსეთსა და სხვებთან. მაგრამ ჩვენ უნდა ჩვენ თვითყოფადობაზე ვიზრუნოთ. პირველ რიგში რა თქმა უნდა გავითვალისწინოთ მეზობლების ინტერესებიც, უნდა გავითვალისწინოთ მეგობრების ინტერესებიც, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ ეს ინტერესები ჩვენს ეროვნულ ინტერესებს არ ეწინააღმდეგება და ზარალი არ მოაქვს ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ერისთვის. მეორეს მხრივ გვაჩვენა გავლენმა რომ არსებულმა სისტემამ ერში ქვეყანაში დანერგა უდიდესი განხეთქილება. წარმოქმნა დაპირისპირებული ბანაკები და გუშინ წირო ჩვენთვის სათავყანებელი პიროვნებები იყვნენ, საამაყო პიროვნებები იყვნენ, იქინა გამომდინარე ის მოწინააღმდეგე ბანაკშია მის მიმართ რაღაც სიძულვი წარმოქმნა, რაღაც დაპირისპირება წარმოქმნა იმის მაგიერ, რომ ყველა ერთად თავისი ნიჭით, უნარით, ავტორიტეტით, გავლენით ცხოვრებით მოპოვებული აი ამ სახელით ემსახურებოდეს ქვეყანას, ამ ყველაფერს ვალევთ ერთმანეთთან ბრძოლას. და მე ზოგი აგერ დასახიჩრებული რჩება, ნაცემი რჩება, ზოგი პასუხისგებაში ეძლევა სახელმწიფო გადატრიალების ცდელობის ბრალდებით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ქვეყანაში დანერგილი ერში დანერგილი არის ის მეტასტაზია შემოტანილი, რაც დღითი დღე უკრას იკრებს, უფრო ვრცელდება. ეს ყველაფერი მოიტანა არსებულმა სისტემამ. რა თქმა უნდა. ხოლო პატარა ბავშვები ვნახე მე კადრები, აი მარცხის შემდეგ როგორ არიანო, ერთმანეთს უსამძიმრებენ, ტირიან. ეს გულწრფელი ახალგაზრდები, მე არ ვლაპარაკობ, ვინც მოსყიდული იყო და ფულსირებდა ამ ყველაფერში, რომელსაც ცხოვრება დაუმახინჯეს, გაუმრუდეს აზროვნება, ჩააგონეს, რომ თურმე შიგ ევროპაში ერთადერთი ხსნა და გადარჩენა თუ ერთს არსებობა უნდა, თუ გადარჩენა უნდა, თუ ნორმალური ცხოვრება უნდა, თურმე თუ ევროპის ნაწილი არ გავხდებით, თუ მათი ფეხების დამკოცნელი და მწმენდავი არ გავხდებით, თურმე ჩვენი გადარჩენა არ იქნება. და ეს ყველაფერი მოიტანა არსებულმა სისტემამ. ამას ვთქვი, რომ ქართული საზოგადოება
გაუმრუდეს ამ ბავშვებს აზროვნება. ისინი ნამდვილად პატრიოტები არიან. მათი ნაწილი გამოსული იყო, იმიტომ რომ ქვეყანა ასე ესუნდათ, რომ ქვეყანა უნდა გადაერჩინა და თავის ვარს იხდიდა, მამულიშვილ ვარს იხდიდა. სკოლიდან დაწყებული წინა გადაცემებში ვილაპარაკეთ. ამოიღეს თუ კი რაიმე იყო ქართული გოგებაშვილიდან დაწყებული, რომელიც აი იმ ჩანასახის პირველი დღეებიდან 6 წლის ასაკიდანვე იწყებს ქართველში ქართული სულის ჩანერგვას, ქართული მენტალობის ჩანერგვას, გამოაცალეს ქართულ ახალგაზრდობას, აი მომავალ თაობებს გამოშიგნეს სულიერად, ქართული სულიერება გამოაცალეს. რუდი აზროვნებით გაზარდეს. და დღეს მას ისე სჯერა, რა ქნას? ისე იმას ვერ გადაარწმუნებ, უბრალოდ არც გისმენს. მაშინ ისე ღრმათ არის ყველაფერი გამჯდარი და წარმოიდგინე რა იქნება ხვალდაზე ეგ. შემდგომი თაობები რა იქნება, რომელიც ამ სისტემაში დაიბადებიან და გაიზრდებიან. თუ დროზე არ მოხდა ამ საკითხების დადებითად გადაწყვეტა და სულ ახალ რელსებზე გადაყვანა. თვითონ ქვეყნის, მისი ახალგაზრდობის აზრდის ახალი მეთოდების დანერგვა და ყველაფერი ეს რაც მომავალში იმ ახალ რელსებზე გადასვლა სახელმწიფო ნულიდან უნდა დაიწყოს და ნულიდან უნდა იზრუნოს. მე მგონი ახლა დავასრულოთ დავშვიდობოთ ჩვენს მსმენელს, მაყურებელს, მადლობა გადავუხადოთ. კარგად ზარდებოდეთ, დიდი მადლობა.